მონობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურად 1865 წელს გაუქმდა. თუმცა რასიზმთან ერთად დღემდე ებიწვიან მას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თქვენი აზრით, რის გამო ხდება ეს? შეცოდების, თანაგრძნობის? არა. ფულისა და ძალაუფლების გამო. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ რასიზმი იარსებებს იქამდე, სანამ ადამიანს ექნება ამურის ინტერესი. ანუ ის სამუდამოა. ეს ოტა ბენგია, კაცი, რომელიც 1906 წელს გამოფინეს ნიუ-იორკის ბრონქსის ზოოპარკში, მაიმუნებთან ერთად. როდესაც ის გაათავისუფლეს, სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. კი, დაახლოებით 100 წლის წინ არსებობდა ადამიანთა ზოოპარკები. და უფრო კარგად რომ მიხვდეთ, რა ახლოს არის ეს პერიოდი, წარმოიდგინოთ, რომ ამ დროს საქართველოში უკვე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მე-19-20 საუკუნეებში ადამიანებს აფრიკიდან და აზიიდან გამოფენდნენ ხოლმე, რათა ეჩვენებინათ ისინი როგორც ეგზოტიკური და პრიმიტიული არსებები. მაგალითად, ეს არის სარა ბაარტმენი. სამხრეთ აფრიკელი ქალი ხოიხოს ტომიდან, რომელიც გაიტაცეს და წაიყვანეს ევროპაში, სადაც ფრიკ-შოუში აიძულებდნენ ნახევრად შიშველს ეცეკვა დამსწრე ხალხისთვის. მას ასევე შეისწავლიდნენ მეცნიერები და აცხადებდნენ, რომ მისი სხეული რასობრივი არასრულფასოვნების მტკიცებულება იყო. გარდაცვალების შემდგომ ცხედარი გაკვეთეს და 2002 წლამდე მისი ნაშთები საფრანგეთის მუზეუმში იყო გამოფენილი. რომელი ქვეყანა გაგახსენდებათ, თუ ვიტყვი სიტყვა დემოკრატიას? ალბათ ამერიკა. და დიახ, ამერიკა დღესდღეობით ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად. მაშინ, როდესაც ჯერ 100 წელიც არ გასულა იქიდან, რაც მოსახლეობის 10% ვალდებული იყო გადაადგილებული იყო სპეციალური ტრანსპორტით. ჰქონდათ საკუთარი კაფეები, სკოლები, საპირფარეშოები. ბიბლიაც კი სასამართლოებში თეთრკანიანებს და შავკანიანებს სხვადასხვა ჰქონდათ, რადგან თეთრკანიანების შემთხვევით არ შეხებულიყვნენ იგივე საგანს, რომელსაც შავკანიანები. და ეს ვრცელდებოდა ყველაზე. აზრი არ ქონდა იმას, შენ იყავი ცნობადი პირი თუ არა. მუჰამედ ალიც კი ოლიმპიადის შემდგომ არ შეუშვეს კაფეში. მოკლედ, რატომ არსებობს დღემდე რასიზმი? რატომ არ სრულდება ბრძოლა თანასწორობისთვის გამარჯვებით? დღეს განვიხილოთ, საიდან მოდის რასიზმი და რატომ წყვეტს ყველაფერს საბოლოოდ მხოლოდ და მხოლოდ ფული. იცით თუ არა, რა საერთო აქვს პირამიდებს, ჩინეთის კედელს, კოლიზეუმსა და პეტრას? 4-ვე მონების აშენებულია. და დიახ, მათზე იდგა სწორედ ძველი ცივილიზაციების ეკონომიკა. თუმცა დროთა განმავლობაში მონების დიდ ტერიტორიაზე შენარჩუნება გართულდა და რომის იმპერიის დაშლის შემდგომ მილიონობით იძულებით მომუშავე ადამიანით ნელ-ნელა ევროპა გადაიქცა ფეოდალურ საზოგადოებად. გუშინდელი მონები იქცნენ თავიანთი ბატონების მსახურებად. თუმცა მასობრივი მონობა არ გაქრა. არამედ შეიცვალა რასით. და აი როგორ მოხდა ეს? 1607 წელს დღევანდელი ამერიკის დედაქალაქიდან არც თუ ისე შორს ჩრდილოეთ სანაპიროზე დიდი ბრიტანეთიდან მოცურდა ასეულობით მიგრანტი. მათი გეგმა ძალიან მარტივი იყო. აპირებდნენ ისე მოქცევას, როგორც 1 საუკუნის წინ მოიქცნენ ესპანელები. 1519 წელს ესპანელები ჩავიდნენ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, აცტეკების იმპერიაში, რომლის მმართველიც იმ დროს მონტესუმა მეორე იყო. მათ თავი მოკავშირედ მოაჩვენეს. შემდგომ მონტესუმა ტყვედ ჩაიგდეს და მის სანაცვლოდ მოითხოვეს ოქრო. აჯანყებული აცტეკები გაქურდეს, მთელი სიმდიდრე გაიტანეს ევროპაში და გაყიდეს. ამითაც არ დაკმაყოფილებულან 1 წლის შემდგომ უკან დაბრუნდნენ და რაც დარჩა ისიც გაზიდეს. წარმოგიდგენიათ ალბათ როგორ გამდიდრდებოდნენ. იგივე გეგმა ჰქონდათ ბრიტანელებსაც, თუმცა კოზი ნაცარში ჩაუვარდათ. რადგან აცტეკების მაგივრად მათ დახვდათ ინდიელები, რომლებიც აქ-აიქ პატარა ტომებად ცხოვრობდნენ და მათი ერთიანად დამონება შეუძლებელი იყო. მას შემდგომ, რაც ბრიტანელი კოლონისტები დაუპირისპირდნენ ადგილობრივ ტომებს, მიხვდნენ, რომ სტრატეგია უნდა შეეცვალათ. გადაწყვიტეს ამ ტერიტორიაზე დასახლება და ნელ-ნელა ფეხის მოკიდება. ერთ-ერთი პირველი ბრიტანელი დასახლებული კაპიტანი ჯონ სმიტი სამშობლოში გაგზავნილ წერილში წერს, რომ გამოგზავნონ პროფესიონალი დურგლები, მიწათმოქმედები, მებაღეები, მეთევზეები და მჭედლები. კოლონისტებს სჭირდებოდათ მუშახელი, რომელიც მალევე მიიღეს. თუმცა სხვა კონტინენტზე გადაგზავნილ ოჯახებს მუშაობის არანაირი мотивация არ ჰქონდათ, რადგან შრომის შედეგი იყოფოდა ყველაზე თანაბრად. ანუ მე თუ მუშაობ მთელი დღის განმავლობაში და ჩემი ზარმაცი მეზობელი არაფერს არ აკეთებს, საბოლოოდ მასაც და მეც გვაქვს ერთნაირი პირობები. ეს კი არავის არ უნდოდა. ამიტომ სტრატეგია უნდა შეცვლილიყო. ოჯახებს დაურიგდათ საკუთარი მიწები. ახლა ყველა გამოიმუშავებდა იმდენს, რამდენსაც მუშაობდა. შესაბამისად, ადამიანებმა დაიწყეს უფრო მეტი მუშაობა იმისთვის, რომ გაეუმჯობესებინათ საცხოვრებელი პირობები.
სწორედ აქედან მოდის ინდივიდუალიზმი, რომლითაც ამერიკა ასე არის ცნობილი. 1612 წელს ერთ-ერთ ასეთ ინდივიდუალისტ ფერმერს გამოჰყავს ახალი თამბაქოს ჯიში, რომელიც ძალიან უყვარდებათ ინგლისელებს. 5 წელში მისი ექსპორტი 20,000 ფუტს შეადგენდა და 2 წლის შემდგომ კი გაიზარდა 9 მილიონამდე. სხვათა შორის თუ მულტფილმი პოკაჰონტასი გაქვთ ნანახი, მთავარი პერსონაჟი ცოლად სწორედ ამ ფერმერს მიჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ მეზობელმა ფერმერებმაც მალევე დაიწყეს ამ ჯიშის მოყვანა, ბაზარზე მოთხოვნა მაინც უფრო მეტი იყო, ვიდრე წარმოება. შესაბამისად, საჭირო იყო იაფი მუშახელის პოვნა. თუმცა, ეს ძალიან პრობლემური საკითხი აღმოჩნდა, რადგან სამხრეთ ამერიკა აქვს ესპანელებს, როგორც ვიცით, სხვა კონტინენტზე გადმოსვლა და მუშაობა არავის არ უნდა, ინდიელებთან ურთიერთობა ჯერ არ აქვთ დალაგებული, აზია შორსაა და იმათ თვითონ აქვთ მუშახელის პრობლემა, ევროპაში მონობა გაუქმებულია და რჩება ერთადერთი გზა. აფრიკა. 1619 წელს სწორედ ის ჯონ როლფი, რომელმაც გამოიყვანა თამბაქოს ეს ჯიში, წერს: ჩვენთან ჰოლანდიური და ბრიტანული გემები მოცურდნენ. მათგან ვიყიდეთ 20 მონა. ანუ შემოდის ახალი მოთამაშე ჰოლანდია და მოდით გავარკვიოთ, საიდან ყავთ მათ მონები. დავაკვირდეთ რუკას. აფრიკას 14 კილომეტრი აშორებს ევროპამდე. ამიტომ ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში პორტუგალიამ დაიწყო აფრიკის დასავლეთთან ვაჭრობა. ისინი ყიდნენ ქსოვილს, იარაღს და სხვადასხვა ნივთებს, მაგრამ რას იღებდნენ საპასუხოდ? წიაღისეულს? არა. ოქროს? არა. მაშინ რჩება ერთი ადამიანური რესურსი. და კი, მაშინ აფრიკა შედგებოდა ათასობით პატარა ტომისგან, რომლებიც მუდმივად ესხმოდნენ ერთმანეთს თავს და შემდგომ მონობაში ყიდდნენ. ატლანტის ოკეანეში მივიღეთ ასეთი ჯაჭვი. ევროპიდან აფრიკაში მიაქვთ იარაღი, ქსოვილები, იქიდან მოჰყავთ მონები და მიყავთ ამერიკაში პლანტაციებში სამუშაოდ. ბრიტანეთის კოლონიიდან კი მიაქვთ თამბაქო და შაქარი. რაღა თქმა უნდა, მონები აფრიკიდან ამერიკაში გადაყავდათ ურთულეს პირობებში. მათ აწვევდნენ გემის პირველ სართულზე და თანაც ისე, რომ სიმაღლეში 180 სანტიმეტრზე მეტი, ხოლო სიგანეში 9-ვარზე მეტი არ უნდა დაეკავებინათ, ამიტომ ისინი იგუდებოდნენ და მათ ოკეანეშივე ყრიდნენ. შესაბამისად, დანიშნულების ადგილამდე მხოლოდ 1/13 ჩაჰყავდათ. პლანტაციები სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მე-18 საუკუნის ბოლოს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებელი გახდა ბრიტანეთისგან, დემოკრატიული ქვეყნის მინდვრებში 700,000 მონა მუშაობდა, რაც დაახლოებით საერთო მოსახლეობის 18% შეადგენდა. ამ დროს ამერიკა 13 შტატისგან შედგებოდა, სადაც სამხრეთს საკუთარი ეკონომიკური ინტერესები ჰქონდა, ჩრდილოეთს კი თავისი. ამიტომ მათ შორის კონფლიქტი გარდაუვალი იყო. ნელ-ნელა ჩრდილოეთ ამერიკა უარს ამბობს მონებზე, რასაც საკუთარი მიზეზები აქვს, რომლებიც არანაირ კავშირში არ არიან ჰუმანურობასთან. მკაცრი გარემო პირობების გამო იქ მოსავალი მხოლოდ 1 სეზონის განმავლობაში მოდიოდა. ამიტომაც მონები უბრალოდ არ სჭირდებოდათ. თვითონაც კი გადასვლა დაიწყეს დიდ ქალაქებში, ისეთი როგორიც არის ნიუ-იორკი, ბოსტონი, ფილადელფია. თუ ნიუ-იორკის მოსახლეობა 1719 წელს 3400 იყო, 1820 წელს მილიონამდე გაიზარდა. ამიტომ ასეთ ქალაქებში მონები კი არა კვალიფიციური მუშები სჭირდებოდათ. შესაბამისად, ჩრდილოეთი ნელ-ნელა უარს ამბობს მონებზე, რასაც ვერ ვიტყვით სამხრეთზე. მონები მათ სასიცოცხლოდ ესაჭიროებოდათ, რადგან გარემო პირობები აძლევდათ იმის საშუალებას, რომ მოსავალი მთელი წლის განმავლობაში მოსულიყო. თამბაქოს გარდა ახლა უკვე ბამბაც. სწორედ ის იქცევა უახლოესი 10 წლეულების განმავლობაში ქსოვილის წარმოებაში მსოფლიოს მასშტაბით მთავარ ნედლეულად. 1810-1814 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე ამერიკის მთავარი ექსპორტის წყაროდ სწორედ ბამბა იქცევა, რომელზეც მილიარდობით დოლარს შეუვლობდა. იცით თუ არა, რომ სულ რაღაც 100 გრამი ბამბის მოსაპოვებლად საჭირო არის 50 ბამბის თავის დაკრეფა. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი გაგქონდათ, რამდენი მონა სჭირდებოდათ ამისთვის, რამდენი საათის განმავლობაში ამუშავებდნენ და თანაც როგორ გარემო პირობებში. ბამბაზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდი იყო. ევროპაშიც და უკვე ამერიკაშიც აშენებდნენ ახალ ფაბრიკებს. შესაბამისად, საჭირო იყო, რაც შეიძლება მეტი ნედლეული. რიცხვებით რომ მიხვდეთ, თუ სამხრეთ კოროლინა 1790 წელს 10,000 ფუტზე ნაკლები ბამბის ექსპორტს ეწეოდა, 10 წელში, ანუ 1800 წელს, ეს რიცხვი 20 მილიონამდე გაიზარდა. სანამ ჩრდილოეთ ამერიკა ინდუსტრიას ავითარებდა, პლანტატორები მთელ თავის რესურსს დებდნენ მონების შესყიდვაში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამხრეთში ვერ აღწევდა ინდუსტრია. აღწევდა, რაც უფრო ართულებდა სიტუაციას. მაგალითად, შემოვიდა ბამბის გასასუფთავებელი მანქანა, რამაც მოპოვებაზე მოთხოვნა უფრო გაზარდა. ყოველწლიურად პლანტაციებში 10,000-ზე მეტი მონა იწყებდა მუშაობას. რომ დაუფიქრდეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკას ერთმანეთთან თანამშრომლობა ძალიან აწყობთ. სამხრეთი იპოვებს იმას, რაც უნდა გადაამუშავოს ჩრდილოეთმა.
თუმცა საქმეში ეს ასე არ აღმოჩნდა, რადგან სამხრეთ ამერიკისთვის უკეთესი იყო თანამშრომლობა ევროპასთან, რომელიც უფრო დიდხანს იყო ბაზარზე, უფრო გამოცდილი იყო და ნაკლებ ფასში აწვდიდა ნივთებს. შესაბამისად, აფსაიდში რჩება ჩრდილოეთი. ამის გამოსასწორებლად მას შემოაქვს საბაჟო გადასახადი. გეგმამ გაამართლა, რადგან იმპორტირებულის ფასი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. სამხრეთ ამერიკა ვალდებული იყო დაკმაყოფილებულიყო ადგილობრივი წარმოებით. თუმცა მათთვის ამ დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ევროპასთან ურთიერთობა. ამიტომ ინტერესები იყოფა და ერთიანი ქვეყნის იდეაც ინგრევა. ახლოს არის სამოქალაქო ომი. მიუბრუნდეთ აფრიკელ მონობაში ჩავარდნილებს. თუ ფოტოსურათების არქივებს ვნახავთ, მარტივად მივხვდებით მათი ყოფის სირთულებს. პლანტაციაში მუშაობდნენ ქალებიც, კაცებიც, ბავშვებიც და მოხუცებიც. სახეები გადაღლილი, ტანსაცმელი უხეში და გაცვეთილი. ფეხსაცმელი უმეტესობას არც კი ჰქონდა. მუშაობდნენ მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე. ეს სურათი ისეთი მძიმე ხდებოდა, რომ უკვე ამერიკაშიც კი მე-19 საუკუნეში იზრდება მონათა განმათავისუფლებელი მოძრაობები. ამის ფონი კი საფრანგეთის რევოლუცია და იქიდან წამოსული ლოზუნგი თავისუფლება, თანასწორობა, ძმობაა, რომელმაც მთელი ევროპა მოიცვა. ეს ტალღა იმდენად გადმოვიდა ამერიკაზეც, რომ მე-19 საუკუნეში გაყიდვების მიხედვით მეორე წიგნი ბიძია თომას ქოხი გახდა. პირველი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ბიბლიაა. თუმცა ეს წიგნი ყველას ვერ განაწყობდა მონობის წინააღმდეგ. და მით უმეტეს ვერ შეაჩერებდა სამოქალაქო ომს. 1854 წელს, მაშინ როდესაც კანზასის შტატი ყალიბდება, იმართება რეფერენდუმი იმის შესახებ, თუ როგორი წყობის უნდა იყოს შტატი. იკრიბებიან როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები მონობისა. ხალხმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა ამას მოყვება დიდი არეულობა. სწორედ ამ კონფლიქტის დროს დემოკრატიული პარტია გაიხლიჩა ორ ნაწილად. ერთი, რომელიც ემხრობოდა მონობას, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები და მეორე, ახალი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც წინააღმდეგენი იყვნენ მონობის. 1870 წელს ამერიკის პრეზიდენტი ხდება რესპუბლიკელების წარმომადგენელი აბრაამ ლინკოლნი, რომელიც მხარს უჭერს საბაჟო თანხის უფრო გაზრდას. რა თქმა უნდა, მის წინააღმდეგ გამოდიან სამხრეთელები, რომლებიც უბრალოდ გადიან ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობიდან. გამოსული 11 შტატი ცალკე ქმნის კონფედერაციულ შტატებს და პრეზიდენტსაც კი ირჩევენ. ერთ-ერთ მსხვილ პლანტაციის მფლობელს ჯეფერსონ დეივისს. ამერიკა სამოქალაქო ომის წინაშეა, რადგან რა თქმა უნდა, ჩრდილოეთს არ აწყობს სამხრეთის გამოყოფა და ქვეყნის ორ ნაწილად გაყოფა. ომი უნდა დაიწყოს ინდუსტრიალებს და მონათმფლობელებს შორის. თუმცა ეს არაფერ შუაში არ არის ადამიანის უფლებების დაცვასთან ან მონების გათავისუფლებასთან. ყველაფერს წყვეტს მხოლოდ და მხოლოდ ფული. თუ ამაში ეჭვი შეგეპარებათ, მაშინ მოდით გადავხედოთ აბრაამ ლინკოლნის სიტყვებს. მე ვაცხადებ, რომ არანაირი პირდაპირი ან ირიბი განზრახვა არ მაქვს ჩავერთო იმ შტატების მონობის ინსტიტუტში, რომელშიც ის არსებობს. თვლი, რომ არც უფლება მაქვს ამის და არც მიდრეკილება. აქედან გამომდინარე, ის არ აპირებდა ჩრდილოეთში მონების გათავისუფლებას. მისი მიზანი იყო ის, რომ არ დაეშვა ქვეყნის გაყოფა, რაც გადაწყვეტილი ჰქონდა იმ 11 შტატს, რომლებიც მოითხოვდნენ, რომ მათი ტერიტორიიდან ჯარი გაეყვანათ, რაზეც ლინკოლნი უარს აცხადებდა. ამიტომ სამხედრო შეტაკებები დაიწყო ბრძოლით ფორტ სამტერთან 1861 წლის 12 აპრილს, დილით ადრე კონფედერატების მიერ ცეცხლის გახსნით. ეს პორტი უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან მისი კონტროლირება ნიშნავდა ჩარლსტონის ნავსადგურის კონტროლს, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი პორტი იყო სამხრეთში, როგორც ვაჭრობისთვის, ასევე სამხედრო დაცვისთვის. დაპირისპირება ერთი დღე გაგრძელდა და გამარჯვება კონფედერაციულმა შტატმა მოიპოვა. მაგრამ პორტების უმეტესობა ჩრდილოეთ ამერიკამ დაიკავა, რითიც დააზარალა, რა თქმა უნდა, სამხრეთ ამერიკაც, მაგრამ ევროპაც, რადგან ევროპა სწორედ სამხრეთ ამერიკისგან მარაგდებოდა. თუმცა ვერც პარიზმა და ვერც ლონდონმა ვერ გაბედა ომში პირდაპირი ჩართვა. ერთ წელში ლინკოლნი მონების გათავისუფლების განცხადებას გამოსცემს. მონები შტატში ან შტატის განსაზღვრულ ნაწილში, სადაც აჯანყებებია გაერთიანებული შტატების წინააღმდეგ, დღეიდან და სამუდამოდ თავისუფლები არიან. ამით მან მთლიანი ამერიკა კი არ გაათავისუფლა მონებისგან, არამედ მხოლოდ აჯანყებული შტატები და ამით გამოაცალა მთავარი საყრდენი, რა თქმა უნდა, მონების სახით, რადგან ისინი გარბოდნენ ჩრდილოეთში. შემდეგი 3 წლის განმავლობაში მან მთლიანად ძლია აჯანყებულებს. სამოქალაქო ომი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე სისხლისმღვრელი იყო ამ ქვეყნის ისტორიაში. მარტო მოკლულების, ჭრილობებისგან და ავადმყოფობით გარდაცვლილთა სახით ჩრდილოეთმა და სამხრეთმა 600,000 ადამიანზე მეტი დაკარგა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ამერიკის დანაკარგს ორივე მსოფლიო ომში. კონფედერაციის კაპიტულაციი და 3 დღეში კი სამხრეთელების მომხრემ ლინკოლნი მოკლა. 1865 წელს მთლიანი ამერიკის მასშტაბით მონობა აიკრძალა.
ანუ 250 წლის შემდგომ, რაც პირველმა ბრიტანელმა ფეხი დადგა ამ ტერიტორიაზე და ამ დროის მანძილზე აფრიკიდან ამერიკაში 13 მილიონი მონა გაიყიდა. ამავე დროსვე ყალიბდება კუკლუს კლანი. რასისტული და ულტრანაციონალისტური ორგანიზაცია, რომელიც საფუძველს იყრის სამოქალაქო ომის შემდგომ და შედგება ყოფილი კონფედერაციის ჯარისკაცებისგან. მათი მთავარი მიზანი იყო არ დაეშვათ თანასწორობა და ამის საფუძველზე ანადგურებდნენ, აწამებდნენ და ატერორებდნენ შავკანიანებს. ისინი დღემდე არსებობენ. ახლა კი დაუბრუნდეთ მონებს და იმას თუ როგორ გააგრძელეს მათ ცხოვრება. მისცეს მოქალაქეობა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამით რესპუბლიკელებმა მოიპოვეს 5 მილიონი ხმა. თუმცა ყოფილ მონებს არც განათლება ჰქონდათ, არც დანაზოგი და არც არანაირი გამოცდილება. შესაბამისად, ისინი ან იძულებული იყვნენ დარჩენილი იყვნენ ყოფილ ბატონებთან, ან გადასული იყვნენ დიდ ქალაქებში, სადაც რა თქმა უნდა ვერ საქმდებოდნენ და ერთადერთი გამოსავალი ჰქონდათ ან ქურდობა, ან მათხოვრობა. ეს კი თეთრკანიანებს არ მოეწონათ. 1877 წელს ჩრდილოელებს კი გაჰყავთ ჯარი, მაგრამ ახლა ხალხში იწყება სეგრეგაცია. მაგალითად, ზოგ შტატში არჩევნებში ხმის მიცემა ფასიანი გახდა, რასაც ვერ წუდებოდნენ შავკანიანები. მათთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სპეციალური ადგილები გამოყვეს. ამ წესებს არაოფიციალური სახელიც კი ეწოდა, ჯიმ კროუს კანონი. თეთრკანიანები თვლიდნენ, რომ ყოფილი მონების ადგილი მათთან არ იყო. კანონების დარღვევისთვის უმკაცრესი სასჯელების შექმნეს. ისინი არ ელოდებოდნენ სასამართლოს, არამედ თვითონ ფიზიკურად უსწორდებოდნენ ეჭვმიტანილებს. ამას ლინჩის წესით გასამართლება ეწოდა. მაგალითად, 1955 წელს ორმა თეთრკანიანმა კაცმა ერთი შავკანიანი ბიჭი მოკლა. იმ ბრალდებით, რომ ერთ-ერთი სცოლს ავიწროებდა, თუმცა სასამართლოში ამ ქალმა განაცხადა, რომ არანაირი შევიწროება არ ყოფილა. ამავე წელს ალაბამაში შავკანიანმა გოგონამ ადგილი არ დაუთმო თეთრკანიან ადამიანს, რის გამოც ის ტრანსპორტიდან ჩამოაგდეს და დიდი ჯარიმა დააკისრეს. ამას დიდი პროტესტები მოყვა შავკანიანი ადამიანებისგან, ისინი უარს ამბობდნენ ტრანსპორტით გადაადგილებაზე, რის გამოც კომპანია გაკოტრდა. პროტესტის ლიდერი იყო ადგილობრივი ეკლესიის მქადაგებელი მარტინ ლუთერ კინგი, მომავალში ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური ფიგურა. 1963 წლის 28 აგვისტოს ვაშინგტონში კინგი 200,000-ზე მეტი ადამიანის წინაშე საჯაროდ გამოდის. I have a dream that one day this nation will rise up and live out the true meaning of its creed. We hold these truths to be self-evident that all men are created equal. ეს იყო სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის კულმინაცია. ამას მოყვა კანონი, რომელიც გრძელავდა რასობრივ სეგრეგაციას საზოგადოებრივ ადგილებში. ამავე წელს მარტინ ლუთერ კინგმა მოიპოვა ნობელის პრემია. ცვლილებებზე უდიდესი ზეგავლენა იმოქმედა ციულმა ომმაც, რომელშიც ამერიკელები თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენლებად პოზიციონირდებოდნენ და მათ სტილში არ ჩნდებოდა კანისფერის მიხედვით ადამიანთა ჩაგვრა. ამ ყველაფერმა მაინც ვერ შეცვალა ადამიანების დამოკიდებულება. აფროამერიკელების ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ ურთულესი რჩებოდა, რის გამოც პოლიცია ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა მათ. 2009 წელს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხდება, რასაც მოყვება უდიდესი მოძრაობა ობამა დაბრუნდის სახლში, აფრიკაში. ყველაზე გახმაურებული და მასშტაბური ამბავი ხდება ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას. სწორედ ეს ამბავი ხდება Black Lives Matter მოძრაობის გაგრძელებად. 2020 წლის 5 მაისს მინეაპოლისში ფლოიდი შედის მაღაზიაში და იხდის $20. თანამშრომლები ეჭვობენ, რომ ეს თანხა ყალბია და რეკავენ პოლიციაში. მოდის პოლიცია და ძალადობრივად აკავებენ კაცს. ფეხს აჭერენ კისერზე, რის შედეგადაც იგი იგუდება და იღუპება. Floyd falls briefly to the ground. The officer lifts him back up before leading him towards the sidewalk where he directs Floyd to sit on the ground. A park police car shows up to the scene. Redacted body cam footage from that new officer was released by the park police chief. It captures part of the scene unfolding behind the squad car. One officer looks over as 3 of his colleagues restrain Floyd, who is lying face down on the ground. პოლიციის ძალადობისა და რასიზმის საწინააღმდეგო აქციები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაიმართა ლოზუნგით Black Lives Matter. ამ აქციებს დიდი არეულობა მოყვა. თუ გახსოვთ, ყველა სპორტსმენი მუხლებზე დგებოდა. ლოზუნგი გვხვდებოდა ყველგან, საქართველოშიც კი. ყველაფერი ჩაწყნარდა მაშინ, როდესაც 2021 წელს ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც 19 ივნისი მონობის გაუქმების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. და გგონიათ, რომ ძლივს სამართალმა გაიმარჯვა ადამიანის უფლებებზე ზრუნვა დაიწყეს. არა,
2020 წელს არჩევნებში ორთაბრძოლის დროს ტრამპი ცდილობს საკუთარი მეტად შელახული რეპუტაციის გამოსწორებას შავკანიანთა მიმართ, იმით რომ კანიე ვესტი ყველგან დაჰყავს თან. და ამიტომ ჯო ბაიდენი ხმების მოპოვებისთვის გამოსცემს ამ კანონს, რითიც იგებს რა თქმა უნდა შავკანიანების გულს. შავკანიანთა ჩართულობა შემოდის მარკეტინგშიც, ფილმებში, სერიალებში. ანა ბოლეინის როლი ფერად კანიანს ხვდება, ისევე როგორც ფიფქიას. ზოგადად ინტერნეტის საშუალებით ძალიან მარტივია ადამიანების თუ კომპანიის დაქენსელება, ანუ გაუქმება, რისი შიშიც ყველას აქვს. ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ მოერგონ საზოგადოებას და მათ ნორმებს. სწორედ დაქენსელების შიშით დიდი რაოდენობით შემოდის კინემატოგრაფიაში შავკანიანების როლები. ყველა სერიალში, ფილმში აუცილებლად უნდა იყვნენ ისინი. 2016 წელს ამერიკელი ფეხბურთელი კოლინ კაპერნიკი უარს ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნზე მუხლის მოდრეგვაზე. ამით მან პროტესტი გამოთქვა პოლიციელების ძალადობაზე. ეს ამერიკელებს არ მოეწონათ და კოპერნიკი გუნდიდან გაათავისუფლეს. მან საკუთარი კარიერა დამარხა. თუმცა ეს სასიკეთოდ გამოიყენა Nike-მ. 2018 წელს ჩაუშვა კამპანია Just Do It, Believe in Something, რომლის ფონზეც კაპერნიკის ფოტო იყო. ამას ინტერნეტ სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ხალხი ყიდულობდა Nike-ის პროდუქციას, წვავდა და ვიდეოს უღებდა. შემდგომ აქვეყნებდნენ სოციალურ ქსელებში ჰეშტეგი Just Burn It, რაც მათ პირიქით აწყობდათ, რადგან არ დაგავიწყდეთ, ცუდი პიარიც პიარია. ამიტომ ძირითად შემთხვევებში შავკანიანთა უფლებების ბრძოლის უკან პირადი პრაგმატული ინტერესი დგას, უძველესი დროიდან ეკონომიკური. შორს რომ არ წავიდეთ, Black Lives Matter-ის ერთ-ერთი ფონდის დამფუძნებელი შემოსულ თანხას თავის სასიკეთოდ იყენებდა. სახლებს ყიდულობდა. რასიზმი დღემდე არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში უდიდესი პრობლემა და გამოწვევაა. შეიძლება იმიტომ, რომ მისი მოგვარების ხერხები ძირითადად პირად კეთილდღეობაზე გადის. და მთავარი ის არის, რომ 2025 წელს 50 მილიონ ადამიანზე მეტი მონობაში იმყოფება. რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით? გელდებით კომენტარებში.